ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება ზღაპართან. ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, ფერადი და მყუდრო. ნაძვის ხის მორთვის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს ჯინჯერის სახლის აწყობა. იმიტომ რომ ნაძვის ხე და ორცხობილის სახლი ზუსტად ამ განწყობის მატარებელია. ვამზადებ საახალწლო ჯინჯერის ორცხობილის სახლს. ფქვილი 1 კილო. გადავიტანოთ დიდ ჯამში, იმიტომ რომ ბევრი და დიდი კედლები დაგჭირდება და მაღალი სახურავი. დაგჭირდება ჯინჯერი. ეს არის მშრალი კოჭა, იგივე ჯინჯერი. ეს მშრალი ინგრედიენტები გავაერთიანოთ კარგად და გავადნოთ ცეცხლზე. კარაქი 100 გრამი. ყავისფერი შაქარი 200 გრამი. და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ხის კოვზით ამოურიოთ. კარგად უნდა გავღვეს. გამღვალი ყავისფერი შაქარი თავისებურ ფერსაც მიცემს ორცხობილას, უფრო მოოქროსფრო მოყავისფრო გახდება. გამორთოთ. მასა ცხელია, კარაქი თვითონვე ჩადნება. მინდა რომ გაგრილდეს, რადგან ცხელი კარაქიანი და შაქრიანი მასა ფქვილს კარგად არ შეერევა. უნდა გაგრილდეს და მერე აურიოთ. ჩავასხათ 500 მილილიტრი წყალი. და დავუმატოთ გამღვალი კარაქის და შაქრის მასა. ვიწყებთ ხელით მუშაობას. ჯერ გავხსნათ წყალში ეს კარაქიანი მასა. და დავიწყოთ ცომის მოზავლა. ცომი უნდა იყოს მაგარი, რომ კედლებიც მაგარი გამოგვივიდეს და უფრო დიდხან შეინარჩუნოს ფორმა სახლმა. გადმოვიტანოთ დაფაზე და რაც დარჩა ფქვილი, ისიც შევაზილოთ ცომს. გადავზილოთ კარგად, რომ ერთიანი მასა მივიღოთ ცომის. შევკრათ ცომი გუნდად და დავტოვოთ 9 საათით, რომ ცომმა დაისვენოს. გავყოთ 4-ად კედლები, სახურავი, ფასადი. დავიწყეთ. აქ მე ხელით ამოვჭრერი ეს კედლის მხარე, აქ დაახლოებით მოვხაზე, ესე ფანჯრები. ეს იქნება სახურავი, ხოლო ეს ფასადი, წინა ნაწილი. აქაც შეგვიძლია ამოვჭრათ უკვე ცომზევე ამოვჭრი კარებს და ფანჯარას. ცომი. კარგად გავიყვანოთ ცომი, არც ძალიან თხელი არ უნდა გამოგვივიდეს და არც სქელი. რაც უფრო მსუბუქი იქნება კედლები, უფრო ადვილად დაიჭერს ბეზე. დავატოლოთ. სანამ ამოვჭრი, მოვიმზადოთ გამოსაცხობი ფირფიტა, რომელზეც გამოსაცხობი ქაღალდი მაქვს მომზადებული. ამოვჭრათ ფორმა. ცომს არ ვაგდებთ, აუცილებლად დაგჭირდება. გადავიტანოთ ფირფიტაზე.
ცომი გადავზიელოთ და სანამ სხვა გუნდას გავაბრტყელებ, ცომიც დაისვენებს. ვამზადებ ცომს მეორე კედლისთვის. ყველაზე მეტად მიყვარს აი ეს პროცესი, როდესაც ვაწყობ სახლს. მორთვაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილია ამ სახლის მომზადების. ამოვჭრათ მეორე კედელი. გადავიტანოთ და აქვე გამოსაცხობ ფირფიტაზევე ამოვჭრათ პატარა ფანჯარა. ხელით გავუსწოროთ ფორმა და გავუკეთოთ პატარა ჩარჩო. გავჭრათ ორად. ვაგრძელებთ. ეს ერთი ფირფიტა მზად არის, ამოვჭრათ სახურავი. ესეც ორი ცალი. სახურავი მზად არის და კედლები. ვაცხობთ. ცხება 200 გრადუსზე 20 წუთით. ვაგრძელებთ ფასადის მომზადებას. ერთი მხარე მზად არის. გადავდოთ სანამ განთავისუფლდება საცხობი ფირფიტა და გავაბრტყელოთ მეორე. სახლის 4-ვე კედელი მზად არის და სახურავიც. ის უკვე გამოცხებოდა, გამოვიღოთ. კედლებს ჯერ აგლია. გადმოვიტანოთ დაფაზე, რომ გაგრილდეს კარგად. და იგივე გამოსაცხობ ფირფიტაზე ვაცხობთ ფასადს. იმავე ტემპერატურაზე 20 წუთით. კედლებიც გამოცხვა. გადმოვდოთ გასაგრილებლად. და ვაგრძელებთ. ბოლო ფასადის ნაწილს ამოუჭრათ კარები ცენტრში, რომელსაც ცალკე გამოვაცხობთ. გადავიტანოთ ფასადი გამოსაცხობ ფირფიტაზე. ოდნავ დავსეროთ კარები. აი ესეთი ჭრილები გავუკეთოთ. გვერდზე დავდოთ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე ისევ 20 წუთით. სამშენებლო მასალა გამოცხვა. ეხლა დაგჭირდება ცემენტი. დამჭირდება 3 კვერცხის ცილა. გავაცალკევოთ. მასა უნდა მივიღოთ მყარი, როგორც ცემენტი. ავთქვიფოთ კარგად. ვამზადებთ ანუ ბეზეს უბრალოდ ბევრი შაქრით. ჯერ ოდნავ ამოვიყვანოთ ცილა
და შაქარი მერე დავუმატოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ 500 გრამი შაქარი. ცემენტი და კედლები მზად არის, ვიწყებთ სახლის შენებას. გადავიტანოთ ქისაში ამოყვანილი ბეზე. ჯერ ვიწყებთ კედლებით. დავიჭიროთ კედელი და ორივე მხრიდან დავუსხათ ცემენტი. ხო, უკანა კედელიც დავუყენოთ. კედლებს შორის ნაპრალი ამოვავსოთ. ეხლა წინა კედელი, რომელსაც ფანჯარა აქვს. ამოვავსოთ კარგად ყველგან, სადაც ნაპრალებია. მთავარია კარგად გაუმაგროთ კედლები. ეხლა წინიდანაც დავუსხათ თოვლი. და ეხლა სახლის წინა მხარე, რომელსაც აქვს თავისი კარებიც. რა თქმა უნდა, სახლს სჭირდება კარები. ჩარჩო გავუკეთოთ, რომ უხეშად მოჭრილი ცომის ნაწილი არ გამოჩნდეს. ეხლა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი, სახურავი. კუთხეებზე კარგად დავასხათ თოვლი. სახურავის მეორე ნაწილი. აქაც ნაპრალები ამოვავსოთ თოვლით. სახლი ავაშენეთ. ეხლა გავაფორმოთ. აქ მაქვს სპეციალური საკვების საღებავი, რომლითაც მოვრთავ სახლს. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მწვანე დეტალი ჭირდება. ფიფქები. მე მგონი გავს ფიფქს. ეხლა მეორეც უნდა დავხატო. მე მგონი საკმარისია, მეტად აღარ გადავტვირთავ სახლს. ეხლა შევქმნათ თოვლის იმიტაცია. შაქრის ფხვნილი, საცერი, და ბოლო დეტალები. ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება პატარა გირჩა. აქაც, კარების მეორე მხარესაც და ბოლოს წიწვი. ჯინჯერის ორცხობილი საახალწლო სახლი მზად არის.